პრიორიტეტული სფეროები, რეალობა და მოლოდინები, მოსაზრებები, შეფასებები, საინტერესო სტუმრები, 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში კონტაქტი. ინგა მებონიასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასი რადიო მსმენელებო, ეთერშია კონტაქტი, სტუდიაში ჟურნალისტი ინგა მებონია მუშაობს, სარეჟისორო პულტან გიორგი ბოლქვაძეა. დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. ამ ომში საქართველომ 300,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. დღევანდელი დღე კიდევ ერთი თარიღითაა გამორჩეული. 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ. ევროპის დღეს სათავეს 1950 წლის 9 მაისი იღებს, როცა საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპის ქვეყნების გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. იგი ევროპის სახელმწიფოების ახალი ფორმით გაერთიანების მოწოდებით გამოვიდა და ორი მსოფლიო ომის მძიმე გამოცდილების შემდეგ ახლებური მშვიდობიანი ევროპის ხედვა წარმოადგინა. შუმანის წინადადებების საფუძველზე ჩამოყალიბდა სუპრაეროვნული ერთობა, რამაც დაუდო საფუძველი დღევანდელი ევროკავშირის შექმნას. შესაბამისად, რობერტ შუმანი ევროკავშირის იდეის ერთ-ერთ მთავარ სულის შემდგმელად ითვლება. იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, წარმატებით მუშაობს და 27 ქვეყნის მასშტაბით 457 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან მონაწილეობს ევროკომისიის დაფინანსებულ ჟან მონეს პროგრამაში. პროგრამის მიზანია ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგის საზოგადო მოღვაწის ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ევროპის პირველი საპატიო მოქალაქის ჟან მონეს კათედრა ფუნქციონირებს. როგორ გამოეხმაურა ევროპის დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრა და რამდენად გააზრებული აქვთ სტუდენტებს ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მნიშვნელობა, ამაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ. ეთერშია გადაცემა კონტაქტი. კონტაქტის სტუდიის სტუმრები არიან იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ანრი ვერულიძე და პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ცოტნე ბერიძე და ჟანა ბოლქვაძე. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ დღევანდელ გადაცემაში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ახალგაზრდა თაობისთვის დღევანდელი დღე გამორჩეულად მნიშვნელოვანია და როგორც ვიცით, ევროპის დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრამ ღონისძიებაც მიუძღვნა და ჩვენი საუბარი სწორედ ამ ღონისძიებით მინდა დავიწყოთ. მოგესალმებით, მე გახლავართ ანრი ვერულიძე, მაგისტრის სტუდენტი საჯარო სამართლის მიმართულებით. დღეს ბატონმა მალხაზი მოაწყო შეხვედრა და ზეიმი ერთგვარი, სადაც ჟან მონეს კათედრის სახელით გაგვაცნო ევროპის დღის მნიშვნელობა, ასევე ევროკავშირის დაფუძნების საფუძვლები, ვინები იყვნენ მისი დამფუძნებელი მამები, ერთ-ერთი იყო ჟან მონე და მინდა აღვნიშნო ასევე მიხეილი, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც საქართველოდან გაიქცა 1921 წელს. ეს ის ადამიანია, რომელმაც როლი და დიდი მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ასე რომ ვთქვათ ისტორიის დაფუძნებაში, საკუთარი როლი ითამაშა. ეს ადამიანი ცოცხლობდა 1903 წლიდან 1964 წლამდე და შესაბამისად ის მოღვაწეობდა სტრასბურგში, როგორც ერთ-ერთი საჯარო უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა ლექტორის სტატუსით და შესაბამისად მას ის საქართველოში მიმდინარე ცნობილი არ არის, რადგან თავის დროზე ეს ადამიანი, რადგან ევროპაში იყო გაქცეული ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირმა აკრძალა ცენზურით მისი ვინაობა და შესაბამისად ამ კაცს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი ევროპის ერთიანობის იდეასთან დაკავშირებით და ამ ქართველ მოღვაწეს მიუძღვის, ასე რომ ვთქვათ, გარკვეული ნაშრომების გარდა ასევე საჯარო გამოსვლებიც სტუდენტებთან ერთად. მან 7 უნივერსიტეტის სტუდენტთან ერთად გამოვიდა საჯაროდ და წაშალა საზღვრები და პირველად მას მიუძღვის ნათქვამი, რომ ევროპა უნდა იყოს ერთიანი. და არ უნდა არსებობდეს არანაირი საზღვრები ევროპულ ქვეყნებს შორის. აი, აქედან გამომდინარეობს უკვე ევროპის ერთიანობის იდეა, რასაც ევროკავშირი ემხრობა. ჟანა, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრა ფუნქციონირებს და გაქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოთ ის ინფორმაცია, რაც ევროპულ ფასეულობებს, ღირებულებებს უკავშირდება და რა თქმა უნდა იმას, რასაც ახალგაზრდებისთვის აკეთებს ევროპა.
მოგესალმებით, მე ვარ ჟანა ბოლქვაძე, სამართალსაქმეების მეორე კურსის სტუდენტი. ანუ წელს ჩავერთე პირველად ზამთრის სკოლაში, ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, მიმიღო მონაწილეობა ჟანრის მოდელის ზამთრის სკოლაში და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ მალხას ამისთვის, რადგან აი აქტიური საჯარო დისკუსიებით, ლექციებით, ანუ ყველანაირად არ ვიცი, არა მარტო ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, არამედ სხვა საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტის სტუდენტებს მოგცა შესაძლებლობა გაეზიარებინა ის მთავარი ღირებულებები, რაც ევროკავშირისთვის არის ღირებული, მნიშვნელოვანი, ის კრიტერიუმი, რომლებიც ჩვენთვის პირადად საქართველოსთვის არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის პირველ ადგილზე რაც დგას და აი ჩემთვის იყო ეს მართლა ძალიან კარგი შესაძლებლობა. დღესაც მის შეხვედრას ვესწრებოდი საჯარო ლექციაზე. და აქვე ჩავასწოროთ უბრალოდ ბატონ მალხაზზე რო საუბრობთ, აგრომ მალხაზ ნაკაშიძეა საუბარი, ჟანონის კათედრის პროფესორს. დიახ. ბატონ მალხაზ ნაკაშიძე ჩემი ლექტორია და ძალიან აქტიურად, ხშირად ატარებს ასეთ საჯარო ლექციებს და ხშირად ამბობს, რომ ევროკავშირის გაწევრიანება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ არის მნიშვნელოვანი, ასევე იმას ამბობს და ამბობს ისტორიას, საიდან მოვდივართ ჩვენ ძირითადად 2022 წლიდან დაწყებული, ანუ არა მარტო 2022-დან თუნდაც და რავი, ანუ ჩვენ ყველა ერთხმად ვხვდებით, რომ ევროკავშირი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირებული რამ, რაც ჭირდება მართლა საზოგადოებისთვის, ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბებაში და კარგი, ცოტნეს დაგადავინაცვლოთ მაშინ. ცოტნე, თქვენი მოსაზრების მოსმენა ძალიან საინტერესოა. თქვენ რითი ხიბლავთ ევროპა და როდესაც ფასეულობებზე და ღირებულებებზე საუბრობთ. აი, რა ფასეულობებია ესეთი? რაც უნდა გავიზიაროთ, რაც ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს და თანამედროვე ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რატომ არის ევროპისკენ ორიენტირებული, რატომ ირჩევს ევროპას? რადგან ჩვენ დიდი ხანია ქართული საზოგადოება ასწავლების მანძილზე ვერ ახერხებდა საკუთარი ნების გამოხატვას საერთაშორისო ასპარეზზე, ვერ ახერხებდა თვითრეალიზაციას, რადგან სხვადასხვა იმპერიები იპყრობდნენ ჩვენ სახელმწიფოს, ასევე შიდა დაპირისპირებაც იყო ძალიან დიდი პრობლემა და საბოლოო ჯამში ჩვენ დამოუკიდებლობა არ ჰქონდა. ბოლო 30 წელი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მივიღეთ შესაძლებლობა ჩვენი ფუნქცია გვეპოვა სამყაროში. ნებისმიერ ძლიერ სახელმწიფოს და თავმოყარე სახელმწიფოს სჭირდება მის ფუნქცია მსოფლიოში. ამ ფუნქციის საპოვნელად კი საჭიროა ცივილიზაციური ერთობის მოძებნა, რადგან მსოფლიოში არის რამდენიმე ცივილიზაცია, რომელიც გაერთიანებულია საერთო ფასეულობებით, რელიგიით, ისტორიით, კულტურით, საერთო ლიტერატურით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ევროპა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქართველებმა ისევ ვიპოვოთ საკუთარი თავი. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე, აი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლური ცივილიზაციის და ევროპის კონტინენტის, ევროპის ცივილიზაციის დაკარგული შვილი ვართ, რადგან ჩვენ მოუწყვდით მას რამდენიმე ასწლეულის წინ და კიდევ ვერ დავბრუნდით იქ, სადაც ჩვენ ადგილი იყო. რატომ? პირველ რიგში იმის გამო, რომ ქრისტიანული ცივილიზაცია, ევროპული ცივილიზაცია, მისი სამი საყრდენი არის ბერძნული კულტურა, რომაული სამართალი და ქრისტიანული მორალი, რომელიც ასევე ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო ვართ დედამიწაზე, დიდი კავშირი ჰქონდა ბერძნულ მითოლოგიასთან, მედეას და იასონის ურთიერთობა, ასევე არგონავტების მითი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის, რომაული სამართალიც ასევე, რადგან ჩვენ ყოველთვის დიდი ხნის მანძილზე რომისა და პარტიას, ანუ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვირჩევდით და რომი იყო ჩვენთვის დასავლეთის და ზოგადად იყო დასავლური ცივილიზაციის იმ სამართლის სიმბოლო. ასევე ქრისტიანული მორალი, რომელიც ქრისტიანობას შეეხება, ქრისტიანობა ჩვენ ავირჩიეთ, რადგან ის იყო ჩვენ მორალურ ფასეულობებთან შეთავსებული. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, თავისუფლება იყო ჩვენთვის ქვაკუთხედი, ჩვენი ეროვნული სულის, ასევე დაჩაგრულის დახმარება, ასევე ჰუმანურობა და წაქსეულისთვის ხელის გაწოდება, ეს და ასევე
ჩვენ გვჭირდებოდა საყრდენი, რომლის გარშემოც გაერთიანდებოდა ჩვენი ერი, რადგანაც ყოველთვის იბრძოდით თავისუფლებისთვის. და დღეს რა რეალობა გვაქვს ცოტა? დღეს ის რეალობა გვაქვს, რომ გვჭირდება ორი რამის შენარჩუნება. ეს არის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რომლის მთავარი საფრთხე არის რუსეთის ფედერაცია, ანუ ის იმპერია, რომელიც გვებრძოდა ჩვენ ასწლების განმავლობაში და ასევე გვჭირდება ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რარკულ იდეაზე დაფუძნებით. ხოლო ევროკავშირი ჩვენთვის არის როგორც უსაფრთხოების გარანტორი, ასევე ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა. და ჩვენ ვიცით ბევრი სხვა სახელმწიფოს მაგალითზე თავდაპირველად დანგრეული, მეორე სრულის შემდეგ დანგრეული სახელმწიფოების წარმატების ისტორია ვიცით. საფრანგეთი, გერმანიის და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, რომლებმაც კომუნისტური წყობიდან ძალიან სწრაფად მოახერხეს აღდგენა და კაპიტალისტურ სამყაროში, დასავლეთ სამყაროში დაიმკვიდრა ეს ადგილი როგორც ძალიან მნიშვნელოვანი წევრები ამ ცივილიზაციის. ანრი, მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ალბათ რთულია ერთ საერთო მოსაზრებამდე მისვლა და რეალობაც იმას გვაჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობაში განსხვავებული აზრი არსებობს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა წარიმართოს დიალოგი ახალგაზრდებთან, იმისთვის რომ რაღაც ერთ ნიშნულამდე მივიდეთ? აი დიალოგის საკითხში კონკრეტულად მიზანმიმართული იქნება თუ მოვიწევთ ევროპიდან, აი ჩვენი კონკრეტულად ჩვენი უნივერსიტეტი მოიწევს დასავლეთ ექსპერტებს, რომ ლექცია სემინარები ჩაატარონ, იქნება ეს საჯარო ლექცია სემინარები თუ უბრალოდ მოწვეული ლექტორები კონკრეტულად იმ საგნებში, რომლებიც უშუალოდ ევროპის სამართალს ეხება და ევროპულ ღირებულებებს ასწავლის. ამავდროულად მიზანშეწონილი იქნება კამპანიების ჩატარება საზოგადოდ და იმის გაცნობა ხალხისათვის თუ რეალურად რას წარმოადგენს ევროპა და რა არის რეალურად ევროპული ღირებულებები და რა ის, რასაც ჩვენი ანტიდასავლური პროპაგანდა ქადაგებს. რადგან როგორც ვიცით, ჩვენ ევროპა აშენებული არის ესეთ ღირებულებებზე, როგორც არის კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე თანასწორობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და შესაბამისად ეს ყველაფერი არის კოპენჰაგენის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებული, რომელიც 1993 წელს კოპენჰაგენის სამიძე იქნა მიღებული და ჩვენი სახელმწიფო ვერ გახდება ისეთ შემთხვევაში კოპენჰაგენის პრინციპებიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრი, სრულფასოვანი წევრი და არა კანდიდატი. ვერ გახდება თუ ჩვენი ხალხი არ ისწავლის რომ თქვა ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემას, რადგან ხშირია ეს შემთხვევები, როგორც ვიცით, აი 10-იან წლებში 2016-2017-ში პრაიდის გამოსვლებზე რამდენჯერ მოხდა განხორციელდა LGBT პირებზე თავდასხმა იმის გამო, რომ ისინი განსხვავებული არიან საზოგადოებაში და მიუღებელი არის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისათვის მათი ესე რომ ვთქვათ განსხვავებული მდგომარეობა და სოციალურად შესაბამისად მათ ექნებათ პრობლემა, რომ საზოგადოებაში დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი როგორც სრულფასოვანმა წევრებმა საზოგადოების, რომელიც უფლებების დაცული იქნება და პატივცემული. შესაბამისად ევროპული ღირებულებების მოითხოვს ამას, რომ ჩვენ უცეთ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს პატივი, რადგან კონსტიტუციით არის დადგენილი ადამიანის მე-12 მუხლის მიხედვით დადგენილი არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება. თვითგანვითარებაში აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი წარმოსახოს ისე როგორიც არის, ანუ როგორადაც მიიჩნიოს და ეს მისი არჩევანია და ჩვენ ამას უნდა ვუცეთ პატივი და აი ასეთ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ღირებულებები, როგორც ევროკავშირი ემყარება. აი მიზანმიმართული იქნება თუ მოვიწვევთ ევროპელ მეცნიერებს, ევროპელ სწავლულებს, ლექტორებს, განათლებულ ადამიანებს, რომლებიც გააცნობ სტუდენტებს, რადგან არის ჩვენს თაობაში ისეთი ხალხი, ვისაც არ ესმის ეს და გონიათ რომ ევროპა მართლა მხოლოდ გარყვნილება და შესაბამისად მიზანმიმართული იქნება თუ გავაცნობთ ამ ადამიანებს თუ რეალურად როგორ ღირებულებებზე არის აშენებული ევროპული ღირებულებები და რა საზოგადოებრივი აზრი არსებობს ზოგადად ევროპაში ასეთი ადამიანების მიმართ, თუნდაც როგორც არის LGBT პირები, როგორც თქვი. ამავდროულად მიზანმიმართული იქნება თუ განვახორციელებთ ჩვენი ახალგაზრდების, აი ჩვენი უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების ევროპაში გამგზავრებას, ტურებს, გარკვეულ კამპანიებს მოუწყობს 1-2 კვირიანს, გააცნობს როგორ ცხოვრობენ იქაური ახალგაზრდები და როგორი ცხოვრების წესი არის, რაც შემდგომში დაამკვიდრებს, ანუ ევროპული ცხოვრების წესი, ეს არის ესეთი ცხოვრების წესი, რომელიც დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე არის აშენებული და შემდგომში ჩვენ შეგვუწყობთ ხელს, რომ გადმოვიღოთ ეს საზოგადოებრივი ცხოვრების წესი ჩვენს ქვეყანაშიც, რაც ასევე თავისთავად შეუწყობს საქართველოსთან მთლიანად ქართველების ინტეგრაციას დასავლეთში. ჟანა, ანრი საუბრობდა იმაზე, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ევროპის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან და ალბათ უფრო მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ
მიიღონ იქაური განათლება, გაეცნონ იმ დემოკრატიულ პრინციპებს, რა პრინციპებზეც ვაპელირებთ ხოლმე და თქვენ რა შესაძლებლობა გაქვთ ამ კუთხით, როგორც BSEO სტუდენტს? პირველ რიგში რა თქმა უნდა ვითანხმები, იმიტომ რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ყოველი სტუდენტისთვის, თუნდაც ეს დამწყები იყოს ან მაგისტრის ან არ ვიცი, დოქტორანტურის სტუდენტისთვის, რომ მიიღოს ევროპული განათლება, მიიღოს სხვადასხვა პრაქტიკა, სხვადასხვა ლექტორებისგან და იცოდეს ყველა კუთხის სფერო, ანუ გაეცნოს ამ ყოველივეს და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყოველასთვის არ იქნება ის ცუდი, რომ სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების ლექტორებმა ჩაგვიტაროს მაგალითად ლექციები, გაგვაცნოს მათი იქაური, ასე ვთქვათ, ღირებულებების მნიშვნელობა და ასე შემდეგ და პრაქტიკაშემდეგ ჩვენ აი შეძლების დაგვარად ვეცადოთ რომ ჩვენეული ვერსიით პრაქტიკაში დავამყაროთ ოღონდ სტუდენტებმა გადმოვიტანოს ეს ყოველივე და აი შემდეგ უკვე ჩვენ განვავითაროთ მათი ასე ვთქვათ ჩვენთვის ნასწავლი შესაძლებლობები ანრემ როდესაც ევროპულ ღირებულებებზე საუბრობდა, ხაზი გაუსვა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას, თავისთავად რაც კორუფციასთან ბრძოლასაც მოიცავს და გამჭვირვალობას და ასე შემდეგ. აი, თქვენ რას ფიქრობთ? რომელი კუთხით გვაქვს ჩვენ ყველაზე ხშირად დარღვევები ხოლმე? ისე ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია კოდექსები, სისხლის, სამოქალაქოს, ასე ვთქვათ, შეხება გვაქვს ყველა სტუდენტს, რა თქმა უნდა, და ვიცით, რომ რა არის ჩვენი უფლება, რა გვაქვს კანონის მიხედვით, ვალდებულებები და მოვალეობები გაგვაჩნია. თუმცა ხშირ შემთხვევაში ყველა ვუყურებთ ანუ ნებისმიერ შედეგს ან რაღაცას და ვაკვირდებით, რომ ირღვევა ან ადამიანის უფლებები ან კონკრეტულ შემთხვევაში ან კონკრეტული დანაშაულის მუხლი ან რაღაცა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ეს სისტემა, რაც მართლა ევროპულ ღირებულებებზე იქნება დამყარებული, იმიტომ რომ ევროპაში ერთ სისტემაში არის მოქცეული ეს როგორც თქვით უკვე ადამიანის უფლებები, კონკრეტული ნორმები და ან როგორც რაც სოციალურ და კულტურულ სფეროებს განეკუთვნება ეს სფეროები. და მოწესრიგებაში რას გულისხმობთ? როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება? თქვენი ვერსია რა არის? ჩემი ვერსია არის ის, რომ ანუ უნდა დავიცვათ ეს უფლებები და ყველა უნდა იცოდეთ, რომ ყველა კანონის წინაშე ვართ თანასწორები, თავისუფლები, უნდა გქონდეს შესაძლებლობა თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება, უნდა ჩავერთოთ პრაქტიკაში და არ უნდა შეგვაწყვეტინოს, ასე ვთქვათ, სხვა დაგვირღვიოს უბრალოდ სხვა ჩვენი უფლებები და ანუ ეს ყველაფერი არ უნდა ირღვეოდეს. თავისუფლები უნდა ვიყოთ კანონის წინაშე, ასევე ერთმანეთის წინაშეც სამართლიანად, რა თქმა უნდა. რაც ჩვენთვის არის სახელმწიფოთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ ყველა ვართ ერთიანი, რა თქმა უნდა, ყველა ქართველიერი ვართ და ასე. ცოტნე თავისუფლებაზე როდესაც საუბრობთ, თავისუფლება როდის ისწავლება? როდის უნდა დავიწყოთ თავისუფლებაზე ფიქრი? ეს უკვე სტუდენტობის პერიოდში უნდა მოხდეს თუ გაცილებით ადრე? უნდა ვიცოდეთ თუ რისი უფლება გვაქვს, რა მოვალეობები გვაკისრია და როგორია სახელმწიფოს როლი ამაში? ჩვენი უფლებების და თავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი, რადგანაც დაგვიანებული შეფასება უკვე არ იქნება სასარგებლო ჩემს, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ერის მორალურ განვითარებაში არის კონკრეტული კურსის აღება და ამ შემთხვევაში ის მორალური ღირებულებები, რაც ჩვენს საბჭოთა პერიოდში ჩაგვინერგეს და ამ შემთხვევაში ეს პროპაგანდით, ეს ისტორიის გადაწერით და მსგავსი ქმედებებით იყო, რუსების მთავარი სტრატეგია საქართველოში იყო ჩვენი მორალური დეგრადაცია, ჩვენი შეცვლა და არა მარტო საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს იყო
დაშლა კონკრეტული ერების იდენტობის და თავიდან გამოძერწვა იმ იდენტობის, რომელიც იმპერიულ პოლიტიკას შეესაბამებოდა. ამაზე საუბრობდა სხვა შორის საბჭოთა პოლიტბიუროს წევრი სუსლოვი და მთავარი იდეოლოგი კომუნისტური პარტიის თავის დროზე და რაც შეეხება თავისუფლებას. ახალგაზრდებს გვაქვს ეს თავისუფლების განცდა, რადგან ჩვენ დავიბადეთ თავისუფალ საქართველოში და ეს არის უდიდესი პლუსი, რადგან ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რას ნიშნავს საკუთარი აზრის ვერ გამოთქმა და ცენზურის ქვეშ ყოფნა. ამ შემთხვევაში ეს არ გამოგვივლია ჩვენ. მაგრამ ალბათ ამით თანხმობით, რომ თავისუფლებაზე ყველა სხვადასხვა წარმოდგენა აქვს. რა თქმა უნდა. და აი თქვენეული წარმოდგენა როგორია თავისუფლებაზე? რას ნიშნავს ვიყოთ თავისუფალი? საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ინსტიტუტები ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი კონსტიტუცია, ჩვენი კონსტიტუცია ძალიან თანამედროვეა, შეგვიძლია ვთქვათ ფორმალურად რაც წერია, იქ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კონსტიტუცია სამყაროში და შეიძლება ამით ამოყო, მაგრამ თუ ფორმალური მხარე არ არის განხორციელებული და ეს ყველაფერი ქაღალდზე რჩება, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ისეთ მსგავსი ვითარება ჩრდილოეთ კორეას ქვია დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ დემოკრატიის ნასახი იქ არ არსებობს. იქ ანუ ფასადი შეიძლება ყველაფერს მოუფიქრო, მაგრამ საჭიროა რომ ეს იყოს გათვითცნობიერებული და სისხლში გამჯდარი იყოს. ჩვენ გვჭირდება და ეს ჩვენი პრობლემები იმიდან მოდის, რომ ეს ჩვენი იზოლაცია საუკუნოვანი რო გრძელდებოდა, ჩვენ ტრადიცია ვერ გამომუშავეთ რაღაც წესებზე დაფუძნებული დემოკრატიის მუშაობაც სწორედ ამიტომ ართული, რომ ადამიანები თუ ჯერ კიდევ არიან მეტალურად ჩაჩენილი საბჭოთა კავშირში და იქნებიან, რა თქმა უნდა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა იქ დაიბადა და იქ უცხოვრია დიდი ხნის მანძილზე, მინიმუმ. მაგრამ რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, რომელიც არ დაბადებულა იმ საბჭოთა პერიოდში და თავისუფალ საქართველოში დაიბადა. აი მათი შეხედულებებიც ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული წარმოდგენა ჩვენს ისტორიაზე, განსხვავებული მომავალიც გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის როგორი უნდა იყოს. თუმცა უნდა შევთანხმდეთ მთავარ ღირებულებაზე, რაც არის ამ ქვეყნის კონკრეტულ ცივილიზაციაში, ანუ ევროპულ ცივილიზაციაში დაბრუნება და შემდეგ უკვე ამ დიდი მიზნის მიღწევის შემდეგ შეიძლება ნებისმიერი გზით წავიდეთ. მთავარია რომ ეს ერთი მიზანი, ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, რადგან შემდეგ შეიძლება ისევ აღმოჩნდეთ, თუ არ ამას არ გავაკეთებთ, შეიძლება აღმოჩნდეთ ისევ ისტორიის ბნელ მხარეზე. და ევროპულ პროექტებზეც მინდა გკითხოთ, ჟანამ საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი აქტივობა იმართება ჟან მონეს კათედრის ეგიდით, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას უფრო სიღრმისეულად, აი საზაფხულო სკოლებიც იყო, ზამთრის სკოლებიც, ისე შეხვედრებიც, სემინარებიც და ასე შემდეგ, რაც აძლევს ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობას უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოს ბევრ საკითხში. და გააკეთოს კონკრეტული დასკვნები. მე მინდა გკითხოთ პროექტებზე, აი სტუდენტური პროექტების ხელშემწყობი რამდენად არის ჟან მონეს კათედრა და რამდენად აქვს სტუდენტებს ამ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა? ანუ ჩართვის შესაძლებლობა ყველა სტუდენტს აქვს, ანუ არ ზღუდავს არც ეწვევს მართლა, იმიტომ რომ გამოყოფილი გვაქვს ეს აუდიტორია, კონკრეტული დღეები, ტარდება ჩვეულებრივად. ასევე პრაქტიკული ნაწილად ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს ჩავთოთ საჯარო ლექციების თვალსაზრისით, უკვე ევროკავშირის ქვეყნებიდან ლექტორები, მათი მოსაზრებებს ვიზიარებთ, მაგალითებს თუ იქ რა ვითარება, როგორ არის, როგორია ევროკავშირი, ევროპული ქვეყნები, როგორ ვითარდება მათთან მოვლენები. და ეს იყო ჩვენთვის გამოცდილება თუ რა დონეზე დგანან ისინი როგორ იცავენ მათ უფლებებს იქ მდგომი ხალხი და ჩვენთან როგორ არის შედარებითი ანალიზი გავაკეთებთ, დისკუსია ვიმსჯელეთ. ანუ ეს ყოველივე არის ჩვენთვის ძალიან მართლაც რომ კარგი შესაძლებლობა სტუდენტებმა რომ გავაცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებების დამყარება ჩვენთვის საქართველოში საზოგადოებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ევროპაში გაწევრიანება. ბეზეოს გაცვლითი პროგრამებიც აქვს, როგორც ვიცი, ევროპის ქვეყნებში მიემგზავრებიან სტუდენტები და თქვენ თუ გაქვთ სურვილი აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის? სურვილი რა თქმა უნდა გვაქვს, რა თქმა უნდა და შესაძლებლობა როცა მოგვეცემა, აუცილებლად მივყვებით მიმართულებას, რომ წავიდეთ ნებისმიერ
რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი მიზანში წონილი არის ევროპული განათლება ჩვენთვის, რადგან ახალგაზრდები ძირითადად ვინც ეს თაობაზე, ანუ Gen Z ვინც ვართ, გვაქვს მისწრაფება თავისუფლებისაკენ, ვართ უფრო თავისუფლად მოაზროვნე, არ ვიქნით ჩვენი თავისათვის გარკვეულ, ასე რომ ვთქვათ, კომფორტის ზონებს, რადგან კომფორტის ზონის გარეთ იზრდება ადამიანი როგორც იცით ჩვენ და არ ვადგენთ გარკვეულ საზღვრებს, რის ფარგლებშიც უნდა მოქმედებდეთ. ჩვენ გვაქვს სურვილი რომ მეტი განათლება მივიღოთ, რასაც ევროპა გვთავაზობს, გვაქვს სურვილი რომ გავიზარდოთ პროფესიულად, ვიცხოვროთ თავისუფლად, დემოკრატიულ ქვეყანაში, იქაური ღირებულებებს გავეცნოთ და შემდგომში იქაური ღირებულებები ჩამოვიტანოთ აქ, გავაცნოთ ჩვენს ხალხს, რაც თავისთავად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, რადგან დემოკრატია ეს მხოლოდ არ არის მმართველობის ფორმა, დემოკრატია ეს ცხოვრების წესია, რომელიც ხალხში უნდა იყოს დამკვიდრებული, რადგან თავად პროფესორი დემეტრე გეგენავაც აღნიშნავდა, რომ დემოკრატია ვერ იქნება იქ, სადაც ხალხი დემოკრატიულად ვერ იაზროვნებენ. შესაბამისად, ჩვენ ხალხში ეს პრობლემა არის დღესდღეობით, რადგან გარეთ გავდივართ და მშვენივრად ვიცით, რაც ხდება ამ პროცესების დროს, ჩვენ ამას დემოკრატიას ვერ უწოდებთ. ჩვენს ანტიდასავლურ ხელისუფლებასაც ახლა შეიძლება ცოტათი პოლიტიკურ განაცხადს ვაკეთებდე, მაგრამ ყავს მხარდამჭერი საკმაოდ ბევრი და ეს უნდა შეიცვალოს. ანუ უნდა გაეცნოს ხალხმა რეალურად რა არის დემოკრატია, დემოკრატიის არსი და არა ეს როგორც დოგმატური რაიმე მონოლითური მმართველობის ფორმა, რომელიც ნიშნავს, ასე რომ ვთქვათ, ბურჟუაზიის ან ელიტების ჯიბის გამდრებას, არამედ როგორც ცხოვრების წესს. ეს ჩვენ უნდა გავიგოთ ისე, როგორც ეს ევროპაში არის დამყარებული, რადგან უნდა ავიღოთ მაგალითი გერმანიიდან, უნდა ავიღოთ მაგალითი საფრანგეთიდან და შესაბამისად ჩვენი სტუდენტების იქ გაგზავნა ხელს უწყობს შემდგომში ინტერესის ამაღლებას, ინტერესის დონის ამაღლებით კი უფრო ხელი შეეწყობა კომუნიკაციის დამყარებას სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. ეს იქნება საქართველო, იქნება თუ კავკასიის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც კანდიდატი, აი სომხეთიც მაგალითად, რომელსაც უნდა უკვე რომ მონაწილე გახდეს ამ ყველაფრის და ასევე ევროკავშირშიც საკუთარი ადგილი დაიკავოს. კონკრეტულად აი ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ინტეგრაციას შემდგომში და ინტეგრაცია იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაცია. რატომაც არა, იმიტომ რომ შესაძლებელი იქნება უფრო კარგი ფინანსები, მეტი სამუშაო ადგილები, უკეთესი სამუშაო პირობები და არ იქნება ისეთი მონური სამუშაო პირობები, როგორიც დღესდღეობით ჩვენ გვაქვს და განუკითხაობა კერძო სექტორებში განსაკუთრებით, საჯაროს არ ვამბობ. და შესაბამისად აქ უკვე ეს როდესაც დაფასდება ადამიანის შრომა, დაფასდება დემოკრატიული ღირებულებები, შესაბამისად ცხოვრების დონეც უფრო მაღლა აიწევს და ეს რა თქმა უნდა ბედნიერების ინდექსი იმოქმედებს ადამიანის და აქედან გამომდინარე ევროპა აუცილებელია და მასთან დაახლოება. ცოტნე რას დაამატებთ? რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მოსახლეობაში ინფორმირებულობის ნაკლებობა აშკარად და პლუს ამას ვერ ვითვისებთ ინფორმაციას, რაც გვაქვს და ხშირად ინტერპრეტირება შეიძლება ინფორმაციების რაც გვაქვს ჩვენ. მე ვიტყოდი, რომ უნდა შევხედოთ სხვა ერების მაგალითებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი გზა, თუმცა ჩვენ კავშირის და ერთიანი ევროპის იდეა სწორედ იმიტომ იყო წარმატებული, რომ დაფუძნდა კონკრეტულ იდეათა ბაზისზე. და ამ შემთხვევაში უნდა შევხედოთ გერმანიას, რომელიც განადგურებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში შესვლით, რა თქმა უნდა გადააბარეს რაღაც კონკრეტული ვალდებულები, რაღაც კონკრეტული პოლიტიკური უფლებები ევროკავშირის ორგანოებს, მაგრამ დროულად მიიღეს სამუშაო ადგილები სხვა ქვეყნებში, ანუ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი აღმოსავლეთ ევროპელი წავიდა ბრიტანეთში, საფრანგეთში, დასავლეთ ევროპის დიდარ ქვეყნებში, სადაც ისინი მუშაობდნენ ძალიან კარგი ანაზღაურებით, შემდეგ დაბრუნდნენ, ზოგი დაბრუნდა, ზოგი დარჩა, რა თქმა უნდა, და ასევე კონტრიბუცია შეიტანეს, ანუ ეს არის მუშახელის დახმარება დასავლეთ ევროპელების, ხოლო დასავლეთ ევროპელები, რომელსაც ჰქონდათ კაპიტალი და რომელსაც ჰქონდათ თანხა, მათ მოახერხეს, რომ ცხოვრების დონე აწიეს ამ ქვეყნებში და საბოლოო ჯამში ყველა ეს სახელმწიფო საერთო ინტერესებით მოქმედებს და როგორც სამუშაო ადგილების გაზრდისთვის, საბანკო პროცენტის დაბლა დატოვებისთვის, ასევე ევროს და საერთო ვალუტის ბენეფიტებისთვის, საზღვრების არარსებობის პირობებში უდიდეს შესაძლებლობების სხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების და ზოგადად წინსვლისა გვაქვს ჩვენ და ეს პლუსები უნდა დავინახოთ.
თუმცა როგორც აღნიშნეთ, ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიები უნდა მიმდინარეობდეს და არა მხოლოდ 9 მაისს, როდესაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ევროპის დღეს აღნიშნავენ, არამედ პერიოდულად ყოველთვის უნდა იყოს საუბარი იმაზე, თუ რატომ არის ევროპა ჩვენთვის საინტერესო, რა ღირებულებების მატარებელია იგი და რა შეიძლება მან მოგცეს მისცეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. წარმატებები გისურვოთ. რადიო მსმენელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ. როგორ გამოიხმაურა ევროპის დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრა და რამდენად გააზრებული აქვთ სტუდენტებს ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები. ამაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ. კონტაქტის სტუდიის სტუმრები იყვნენ ბსეოს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი ანრი ვერულიძე, პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ცოტნე ბერიძე და შანა ბოლქვაძე. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით. ორშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე ისევ თქვენთან კონტაქტზე ვიქნები. პრიორიტეტული სფეროები, რეალობა და მოლოდინები, მოსაზრებები, შეფასებები. საინტერესო სტუმრები 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში კონტაქტი. ინგა მებონიასთან ერთად.